ძალიან ძნელია ადამიანს დაუმტკიცო თეთრზე რო თეთრია და შავზე რო შავია. როდესაც მას თვალებზე შავი ბინდი და ლიბრი აქვს გადაკრული, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ის სამყაროს აღიქვავს შავად. შავფერად აღიქვავს და თეთრზე რო ეუბნები რომ თეთრია, მას ვერ დაუმტკიცე ვერანაირად, იმიტომ რომ ის ხედავს რომ შავია. ეს ლიბრი რო გადაიკრა, კიდე ცალკე თემა არის, რატო და როგორ გადაიკრა. ამ ლიბრის მოსახსნელად ოპერაცია არის საჭირო, რომელ ოპერაციასაც ჩატარება ჭირდება. ერთი არის ლიბრის მოსახსნელად ღვთისმიერი ცხოვრება, ეკლესიური ცხოვრება, ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება, სიკეთის კეთება, სიმართლის სიყვარული და შეიძლება მან ოპერაცია არ დაგჭირდეს და ეს ლიბრი მოეხსნას ადამიანს და სინათლე და მზე დაინახოს. და თუ ეს ასე არ მოხდა, მაგ შემთხვევაში ხდება ოპერაცია, რასაც ქვია დიდი განსაცდელი. ან კონკრეტულად ამ ადამიანის თავზე, რომ გამოფხიზლდეს და ლიბრ გადაკრულმა უფსკრულში არ აღმოაჩინოს, უფსკრულში არ აღმოჩნდეს და თუ მასიურად ესეთი ადამიანები უმრავლესობაში არიან, მაშინ დიდი ოპერაცია მთელ ერზე ტარდება. მერთმა გვაშოროს და დაგვიფაროს, მაგრამ ეს მხოლოდ სურვილი არის. და თუ ადამიანები არ მოვიდნენ ტაძარში, უზენაეს სინათლესთან და სიმართლესთან, ღმერთთან გარდაუვალია ის, რასაც მე ვამბობ. განსაცდელი იქნება, იმიტომ რომ წინაპართა სისხლით გაჟღენთილი მიწის, ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის, ესა ძალიან რო გიყვართ ხოლმე ამისი თქმა, გაყიდვას მერთი არ გაპატიებთ და არ დაუშვებს. და ეხა ჩვენზე რო ამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ვაზვიადებთ რაღაცეებს და ჩვენ რაღაცა ხელს უშლით განვითარებას, კონკრეტულად ამ არაბულ ინვესტიციებზე, რომელსაც ინვესტიცია კი არა, ქვეყნის ღალატი ქვია. ეხა მინდა გითხრათ, თქვენივე პრემიერი საკუთარი პირით იძახის, რომ ბოლო 4 წელიწადშიო 60,000 ბინა იყიდეს უცხოელებმა. გესმით რა ხდება? ბოლო 4 წელიწადშიო. და ეს არაფერი არ არის, ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა უფრო ცოტა გაიყიდება. ეხლა მე ამ ჩემ ვიდეოს დავადებ მაგის ლაპარაკს, რომ ვიღაცამ არ მითხრას კიდე რომ მაგას ვიგონებ და დანარჩენი მერე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. ლიბრ გადაკრულებმაც ვინც სინათლეს ვერ ხედავთ, იმიტომ რომ ბნელში იმყოფებ და მათაც ვინც ხედავთ და კიდე ერთხელ გამოიტანეთ დასკვნა თუ რა ამ ხელაზე საფრთხის წინაშე ვდგევართ მთელი ერი და იქნება დიდი განსაცდელი თუ ეს დაუშვით ჩვენ და თუ ამ ადამიანების გონებამდე ვერ დავიტანეთ, რომ ეს არის დიდი საფრთხე და არ შეიძლება. სულ გათვალისწინებულია 16,000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის შენობება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60%-იც რომ მიიღონ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9,600 ბინა გაიყიდება. როცა გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60,000-ზე მეტი ბინა შეიძინეს. ამას კი საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არ შექმნის. სიხარული და ამაყად რო ყვება ბატონი პრემიერი, რომ 60,000 ბინა გაიყიდა ბოლო 4 წელიწადშიო და ამ 60,000 კიდე რამდენი 60,000 დაემატება, კიდე თქვენთვის მომინდვია მაგაზე ანგარიში, ახლა მათემატიკის და ასე რომ თქვა სტატისტიკის სწავლა თუ გინდათ, მასწავლებლები დაიქირავეთ. მაგრამ მე როგორც სასულიერო პირი გავთხილებთ მათემატიკას და სტატისტიკას და ლოგიკას ვერ გასწავლით, მაგრამ განსაცდელები იქნება თუ სიბნელიდან არ გამოვედით, თუ ხსნა ქრისტეში არ ვეძებეთ და თუ ჩვენ არ გამოფხიზლდით.
ერთმა დაგლოცოთ და გაგურთხოთ, ღმერთმა გაგახაროთ და თითოეული ადამიანი მენახოს ამ სიბნელიდან გამოსული ლიბრი გადასწლოდეს თვალიდან, რათა საქართველო არ ვნახოთ გასხვისებული და საქართველო არ ვნახოთ გაყიდული უცხო ტომელებს. რასაც აკეთებდა შახ-აბასები, მურვან-ყრუები, თემურლენგები, იმას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. შახ-აბასმა კახეთიდან გაასახლა 100,000-ობით ადამიანი და მათ ადგილზე ჩამოასახლა კომპაქტურად უცხო ტომელები. იგივე საკეთებს ჩვენი ხელისუფლება. გაასახლეს ქართველები ემიგრაციაში და ამასაც ამაყად გიცხადებენ და ეხლა ასახლებენ უცხო ტომელებს. გაიღვიძე ქართველო, გაიღვიძე ხსნაარი ქრისტეში და ხსნაარი იმ ყველაფერში, რომ ჩვენ ამ ყველაფერს შევეწინააღმდეგოთ. კონკრეტულად ეხლა უახლოეს დღეებში ბიჭები აქციას გეგმავენ ჩვენი კონსერვატორი ბიჭები 7 დეკემბერს წმინდა ეკატერინე ხსენება არის და შეგვეციოს და შეგეციოთ ყველას თელს ერთ წმინდა დიდმოწამე ეკატერინე დიდი წმინდანი არის. მოუწოდებ ყველას რომ პირველ რიგში წირვაზე წავიდეთ, ვილოცოთ, ვეზიაროთ და შემდეგ აქედან წირვიდან ყველა ერთად თავისთავად დავდგეთ და ჩვენი პროტესტი გამოხატოთ ამის მიმართ, რაც ხდება, რასაც ქვია არაბიზაცია, რასაც ქვია ქვეყნის გასხვისება, არც არაბს, არც პაკისტანელს, არც ინდოელს, არც რუსს, არც ამერიკელს და საერთოდ არავის არ უნდა ქონდეს უფლება რომ იყიდოს ქართული მიწა. და მარტო ამით არ დამთავრდება ჩვენი არა მარტო იქ დადგომი და პროტესტის გამოხატვით, არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გამრავლდეთ და ხელისუფლებას გავაგონოთ, რომ ამ პროექტს გაუქმებენ და არა მარტო ამ პროექტს ზოგადად უნდა გამკაცრდეს სამიგრაციო პოლიტიკა, არც ეს ქალაქები უნდა აშენდეს და ზოგადად უნდა გამკაცრდეს სამიგრაციო პოლიტიკა, რომ ვერ შეძლოს ვერავინ ქართული მიწის ჩვენი წინაპართა სისხლით შეღებილი მიწის გაყიდვა. ერთმა დაგლოცოთ და ერთმა გაგურთხოთ.